და ახლა შემოგვიერთდება ირაკლი ქადაგიშვილი, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ბატონო ირაკლი, საღამო მშვიდობის, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. საღამო მშვიდობის. ბატონო ირაკლი, პირველ რიგში მინდა გითხოთ ბრიუსელში დღეს გამართულ შეხვედრაზე, გულისხმობ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. ვნახეთ, რომ პერსონალური სანქციების შესახებ გადაწყვეტილება სამი ქვეყნის წინააღმდეგობის გამო არ არის მიღებული, მაგრამ ევროკომისიის წინადადებაა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის შესაძლოა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები. პირველ რიგში, როგორი არის თქვენი შეფასება და რა მოლოდინი გქონდათ? ელოდით თუ არა ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღებას? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საერთოდ სანქციების მიღების საფუძველიც კი არ გააჩნიათ და გამომდინარე აქედან არის, რომ იძულებულები არიან რაღაცა ისეთი გადაწყვეტილებებისკენ, ასე ვთქვათ, წავიდნენ, ჯერ ეს გადაწყვეტილებაც არ არის მიღებული, რაც საერთოდ პრაქტიკაში არ არსებობს, მექანიზმიც კი არ არის ესეთი იმისა, რომ ანუ დიპლომატიურ პასპორტს უჩერდება უვიზო რეჟიმი და ჩვეულებრივ პასპორტს უნარჩუნდება, ასე ვთქვათ, უვიზო რეჟიმი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აქ ჩვენ საქმე ობიექტურობასთან არ გვაქვს. აქ ჩვენ საქმე გვაქვს სამწუხაროდ იმ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ბრძოლასთან, რაც გარკვეულ წრეებს გაჩაღებული ჰქონდათ საქართველოს წინააღმდეგ არჩევნების წინ, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, სურვილი აქვს, რომ რამენაირად სახე შეინარჩუნონ და აი ოპოზიციას, რომელსაც ერთი არგუმენტი, ერთი ფაქტიც კი არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებზე რამე დარღვევა იყო და რამე გაყალბება იყო, ცოტა ხანი კიდე როიტყვიან გაუხანძლივონ სუნთქვის საშუალება მისცე. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არაფრის მომცემი და არაფრის მომტანი არ არის და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ჩრდილს აყენებს ევროკავშირს როგორც სამართლიანობის, დემოკრატიის და პირუთვნელი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულების მქონე ინსტიტუციას. ეს აზიანებს მათვე პირველ რიგში ვიდრე საქართველოს, მით უმეტეს ჩვენ ხელისუფლებას და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დასრულდება იმით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ევროკავშირს ექნება გადასაწყვეტი. ის მართლაც ღია არის, მართლაც სურს საქართველოს ევროკავშირში ხედვა, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ, ვთქვათ, გარკვეულწილად არის ის პოლიტიკა, რომელიც შანტაჟისთვის გამოიყენება და არა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისათვის და რატომ ამბობ ამას მე? იმიტომ რომ დღესაც კი ყველა ობიექტური საზომით იკვეთება, რომ საქართველო არის ყველაზე უფრო მზა ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირთან დაახლოებისა. უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ან შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რატომ ვერ მიიღეს? იმიტომ მათ მიერვე გამოქვეყნებული, ასე ვთქვათ, ოფიციალური შეფასების დოკუმენტში წერია, რომ საქართველო თურმე ყველა პირობას აკმაყოფილებს. რის გამოც უვიზო რეჟიმი მიიღო საქართველომ თავის დროზე. ამიტომ საბაბიც არ აქვს რა ეს უვიზო რეჟიმი შეაჩერონ. საბაბიც არ აქვს, საერთოდ არჩევნებზე თუ აკვირდებით თქვენ, არც კი საუბრობენ, იმიტომ ერთი ფაქტი მაინც ხო უნდა არსებობდეს, რომ ამ შემთხვევაში ისინი განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება არის მიმართული ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმად. ხო, მესმის, ამიტომ ეს ხელისუფლებაზე ზეწოლა ეხლა ხო არ არის. არჩევნების წინ იყო ეს ხელისუფლებაზე ზეწოლა, დემოკრატია რო იტყვიან გადადეს გვერდზე, საერთაშორისო ურთიერთობების ყველა პრინციპი გადადეს გვერდზე და პირდაპირ საარჩევნო კამპანიას ატარებდა ბალტიისპირელი საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა რიგი ევროპელი პოლიტიკოსებისა საქართველოში. ანუ დემოკრატია, როგორც ესეთი სახელმწიფოთა შორისო ურთიერთობები გვერდზე გადადეს, უხეშად დაარღვიეს ყველაფერი, რასაც კი თანამედროვე სამყაროში ცივილიზაციური ურთიერთობები ქვია. რატომ? ერთი კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. უნდათ რომ აი ის ოპოზიცია მოეყვანა საქართველოში, რომელსაც დღეს ბოლო იმედად ისდარჩენია, რომ იქნებ საქართველოში თუ სანქციებით ვერაფერს ვერ გახდეთ, იქნებ ეკონომიკური კოლაფსი მოხდეს, რომ ხალხი ამით მაინც გამოიყვანონ გარეთ. აი ეს არის ის რეალობა, რა რეალობაც უნდათ, მაგრამ ვერ გამოუვიდათ. ბატონო ირაკლი, ნახეთ, აი თქვენ ამბობთ, რომ
ელოდებით 20 იანვარს, რომ გადაიტვირთება დასავლეთთან ურთიერთობა, მაგრამ დღეს ვნახეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიღებული გადაწყვეტილება. ასევე თქვენ ხშირად ახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, მაშინ რაც უკვე არჩეული პრეზიდენტი შევა, ახალ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ოფიციალურად დაიწყებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, თვისობრივად შეიცვლება ურთიერთობებში და მოხდება ამ ურთიერთობის გადატვირთვა, მაგრამ ჩვენ ასევე მოვისმენთ განცხადება ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის ჯო ვილსონის, რომელიც არის ტრამპის თანაპარტიელი კონგრესმენი და მან თქვა, რომ ის აღიარებს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს და ასევე ითხოვს ახალ არჩევნებს. ანუ როგორ უნდა გავიგოთ მაშინ ასეთი ტიპის განცხადებები და რას ეყრდნობა თქვენი გზავნილები იმის შესახებ, რომ დასავლეთთან მოხდება გადატვირთვა იანვარში? გასაგებია, რომ კონგრესმენებს გააჩნიათ თავისი პოლიტიკური დღესასრიგი და მათი განცხადებები არ არის აუცილებელი, რომ ემთხვეოდეს ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას და ამ შემთხვევაში უკვე ახალ არჩეული პრეზიდენტის პოზიციას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის კონგრესმენი რაღაცა გარკვეული იმ გზას აგრძელებს, რა გზასაც ის მთელი ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ადგა და ამ განცხადებას აკეთებს. საქართველოში არჩევნების კანონიერება და ლეგიტიმურება რეალურად არავის კითხვის ქვეშ არ დაუყენებია. იმიტომ რომ ამის კითხვის ქვეშ დაყენება ნახეთ რას ნიშნავს. ნიშნავს იმას, რომ EUTO ODIHR საერთოდ როგორც ესეთი ინსტიტუცია უნდა ჩამოწერო, გადააგდო გვერდზე და მათი დასკვნა არაფრად არ ჩათვალო. ამას გარდა რაიმე არგუმენტი ხო უნდა მოაყოლო, კაი ამათ საერთაშორისო 1700 დამკვირვებლის დასკვნას არ ვენდობი, რაიმე სხვა ერთი კონკრეტული ფაქტი მაინც ხო უნდა მოიტანო, გარდა ოპოზიციის ტირილისა, რომ მათ ეს არჩევნების შედეგები არ მოსწონთ, ხო? ამიტომ ამის გაკეთება ძალიან უჭირთ. ფიზიკურად ვერ ახერხებდნენ, თორე ამის ერთი ხელმოსაკიდი საშუალებას რო ქონოდათ, აქამდე რა თქმა უნდა, გაცილებით კაც ნაბიჯებს გადადგავდნენ. ეს მეორე არის და მესამე არის სულ სხვა რეალობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ დგება მსოფლიოში. დღეს თუ აქამდე არავინ არ საუბრობდა უკრაინაში მშვიდობასთან დაკავშირებით, დღეს ყველა საუბარი და თუ გნებავთ იგივე ამ ქალბატონი კალასის განცხადებაც იმას უკავშირდება, რომ უკრაინა უნდა გავაძლიეროთ, რომ ახლო მომავალში სამშვიდობო მოლაპარაკებები რო დაიწყოს, მისი პოზიციები უფრო ძლიერი იყოს. ანუ ეს გარდაუვალია ის გეოპოლიტიკური მოცემულობა, რის გამოც რეალურად საქართველოს და დასავლეთის გარკვეულ წრეებს შორის დაპირისპირება მოხდა, ეს გეოპოლიტიკური რეალობა იცვლება და ამას მოკლედ ავხსნით თუ შეიძლება. ნახეთ, ყველა ევროკომისიის ყველა დოკუმენტი აცხადებს საქართველოს პროგრესს, შესამჩნევ პროგრესს. ან ყოველ შემთხვევაში აღიარებს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ლიდერი ქვეყანა არის. ყველა საერთაშორისო ობიექტური მკვლევარი, კვლევაზე ვამბობ მე, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და ასე შემდეგ, აღიარებს საქართველოს უპირობო ლიდერობას კანდიდატ ქვეყნებს შორის და მთელი რიგი მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნებს შორისაც კი. საგარეო პოლიტიკური კურსი საქართველოსი არ შეცვლილა, ესეც კარგად იციან ყველა. მაგრამ არის ერთი რამ, რაშიც ჩვენი საგარეო პოლიტიკა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და ამერიკის ამ შემთხვევაში 20 იანვრამდე ვერ იყო სრულ თანხმედრაში. ეს შეეხებოდა ამ ომის ფონზე საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთთან. ანუ საქართველომ თქვა, რომ მე ვგმობ აგრესიას, ხარს უჭერ უკრაინას, მაგრამ პირდაპირ სანქციებს ვერ დაუწესებ რუსეთს, იმიტომ ეს არა მარტო ჩემ ეკონომიკას ჩამოაქცევს, არამედ იქნება უსაფრთხოების კუთხით უდიდესი რისკების შემცველი და მე რუსეთთან ისეთ კონფრონტაციაში ვერ შევალ, რაც რუსეთის აგრესიას გამოიწვევს ჩვენ ქვეყანაში. ამიტომ იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, რომელიც 20 იანვრამდე ჯერჯერობით ნარჩუნდება, სწორედ დიდი ფრონტის შექმნა რუსეთის წინააღმდეგ იყო მოცემულობა. და ამ მოცემულობაში საქართველოს თავისი სამხრეთ, ასე ვთქვათ, მხრიდან რუსეთზე დარტყმის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. შეიძლება ეს დიდ გეოპოლიტიკურ რუქაზე სწორად ჩანდა, მაგრამ საქართველოსათვის ეს დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ ამ ხელისუფლებამ ამაზე განაცხადა უარი, მაგრამ არის საქართველოში ეს პოლიტიკური ძალები, რომელიც ძალიან ბრტყლად საუბრობენ ევროკავშირის სიკეთეებზე და საქართველოს ნათელ მომავალზე, მაგრამ ისინი ამბობდნენ, რომ რა თქმა უნდა, თუ ჩვენ მოგიყვანთ ხელისუფლებაში, ჩვენ ყველაფერზე ხელის მომწერნი ვიქნებით. ოღონდ ხელისუფლებაში მოგიყვანეთ. ეს გეგმა
რუსულმა ჩავარდა მათი ხელისუფლებაში მოყვანის, ამიტომ რა თქმა უნდა, რო ვიტყვიათ ეს ცოტაოდენი ავტორშოკები ამას ყველაფერს მოყვა, მაგრამ მაიდანი საქართველოში არ გამოვიდა და არც გამოვა. ბატონო ირაკლი, ნახეთ, ოპონენტები ამბობენ, რომ თუ არ იქნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდებიან დემონსტრანტები, ისინი არც რაიმე ტიპის დიალოგს განიხილავენ ხელისუფლებასთან. შესაბამისად, როგორ ესახება ამ ვითარებაში მმართველ გუნდს არსებული მძიმე მდგომარეობის განმუხტვა? შეიძლება თუ არა, რომ ამ ყველაფერში თავისი როლი ჰქონდეს საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მისი სატელეფონო ზარის შესახებ ყოველთვის არის ცნობილი. როგორ გესახება თქვენ მოვლენათა განვითარება იმ მოცემულობაში, რაც დღეს გვაქვს, როდესაც ოპონენტები ახალი არჩევნების გარდა სხვა საკითხს არ განიხილავენ და დიალოგზეც უარს ამბობენ? ჩვენ ერთ რამეში უნდა გავერკვეთ და ჩამოვყალიბდეთ. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც კონსტიტუცია გააჩნია, რომელსაც თავისი კონსტიტუციური დღის წესრიგი, განაწესი, პროცედურები გააჩნია, თუ ჩვენ ვართ ერთგვარი ტერიტორია, სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის და მსგავსი, სადაც იმის გამო, რომ შენ რაღაცა შენი საარჩევნო შედეგები არ მოგეწონება, ამიტომ შენ შეგიძლია ცეცხლი დაანთო რუსაველზე, ფეხები გააბაკუნო და მოითხოვო ახალი არჩევნები. ხო, ესეთი რამე ხო ევროპაში არ ხდება. აი რო ლაპარაკობენ, ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ევროპული წესებით ცხოვრება. მითხარით, სად ხდება ევროპაში, რომ არ მომწონს არჩევნების შედეგები და ახალი არჩევნები დამინიშნეთ. არ ხდება ეს ევროპაში. ამიტომ თუ გინდათ ევროპა, კეთილინებეთ და იცხოვრეთ ევროპული წესებით და იმ ტრადიციით, რასაც ქვია კონსტიტუციის და არჩევნების შედეგების ცნობა. და არა იმით, რომ ეხლა მე აქ ქვეყანაში ცენტრალურ გამზირზე ცეცხლს დავანთებ, რაღაცა რაოდენობის ადამიანებით საპროტესტო მოძრაობა მექნება და ამით მივახცებ იმ მიზანს, რომ 2 მილიონი ადამიანის მიერ გაკეთებულ არჩევანს და 1,100,000-ზე მეტი მხარდაჭერით მიღებულ არჩევანს ხელისუფლებას ჩამოვაქცევ დაბლა დავამხობ. ეს არ არის ევროპა, ეს არ არის დემოკრატია, ეს არ არის სახელმწიფო. დავანებოთ თავი ევროპულობასაც. ეს არ არის სახელმწიფო. ამიტომ ამ სახელმწიფოს ჩამოქცევაში მათ ეს წარმატება ვერ ეკნებათ. ჩვენ ნახეთ მაგალითად, როგორ მოეპყრენ ხალხის არჩევნებს რუმინეთში. ხო, აი რას ნიშნავს სასამართლო გადავაბაროთ ვეიტინგსო რო გვეუბნებოდნენ. ნიშნავს იმას, რაც მოხდა რუმინეთში. ყოველგვარი არგუმენტის გარეშე სასამართლომ გააუქმა არჩევნების შედეგები. ეს დემოკრატია არის რუმინეთში, არ არის დემოკრატია. და ეს მაგალითი ძალიან ცუდად იმოქმედებს თელ ევროკავშირზე. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ერთადერთი გზა არის ის და მაკრონს არაფერი არ უთქვია მათ შორის ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, ერთადერთი გზა ის არის, რომ ყველა შეეგუოს ხალხის არჩევანს და პოლიტიკოსები, რომლებსაც არ სურთ წაგებასთან შეგუება, ვერ გადატეხავენ ქართველი ხალხის. ხო, მაგრამ მაკრონის მხრიდან იყო ასევე მწვავე გზავნილები ევროპული მისწრაფების და ევროპული არჩევანის ღალატის შესახებ მმართველი გუნდის მისამართით. იცით რა მინდა ვკითხოთ, აი ოპონენტები მუდმივად ამბობენ ოპოზიციური სპექტრიდან, რომ მათი მთავარი მიზანი ახლა შენარჩუნდეს ეს საპროტესტო მუხტი და იყოს როგორც საშინაო, ასევე საგარეო ზეწოლა, საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს ქვეყანა და ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მიმდინარე პროცესებს ექნება აუცილებლად თავისი დასასრული ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის სახით. მე მაინტერესებს, როდესაც იღებდით გადაწყვეტილებას, რომელიც 28 ნოემბერს გამოცხადდა. ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას გათვლილი და ნავარაუდები მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარება? აი ასეთი სურათი ჰქონდა თუ არა წინასწარ გათვლილი? პირველ რიგში ვიტყვით იმას, რომ ვექტორი ევროკავშირთან დაახლოებისა შეიცვალა თუ არ შეიცვალა. ჩვენ თუ იმ განცხადებას კიდევ ერთხელ წავიკითხავთ, იქ ვნახულობთ, რომ არაფერი არ შეიცვალა. პირიქით საქართველოს ამბობს ერთ რამეს, რომ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანი და საგარეო პოლიტიკური მიმართულება. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის, რომ 2028 წლისათვის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ასოცირების ხელშეკრულებით, ღრმა და ყოვლისშემცველი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულოს 90%-ით მეტად და მზად იყოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისა. ჩვენ
ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა, მათზეა დამოკიდებული. უბრალოდ ჩვენ თქვით, რომ ჩვენ არ ვიქნებით მუდმივად მახვეწარის როლში, იმიტომ ეს ყოველთვის გამოიხატება საბოლოო ჯამში შანტაჟისათვის. ამიტომ ჩვენ სამუშაოს შევასრულებთ და თქვენ როცა ჩათვლით, რომ თუ გინდათ ხვალვე, რომ საქართველოსთან გინდათ მოლაპარაკებების გახსნა, ხომ იცით ფაქტობრივი მოცემულობით, რომ საქართველო ყველაზე მზად არის სწორედ ამ მოლაპარაკებების გახსნისათვის და გახსენით თუ გამის რეალური სურვილი გაგაჩნიათ. მაგრამ აქ სინამდვილეში ამაზე არ არის ლაპარაკი. აქ სინამდვილეში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ გარკვეულ წრეებს უნდათ ქვეყანაში მაიდანიზაციის მოხდენა. ეს ვერ მოხდა, არ მოხდება. ამიტომ უნდათ თუ არ უნდათ ამ რეალობას უნდა შეეგუოთ და ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა უნდა აღიარებული იქნას, მათ შორის ევროკავშირის და ევროპარლამენტის მხრიდანაც. სხვა გამოსავალი არ არის. იმის გამო, რომ მე არ მომეწონა არჩევნების შედეგები და აქ რო უკანონოდ ვატარებდი წინასაარჩევნო კამპანიას, ეხლა გარკვეული ქვეყნის ლიდერები ამის გამო გაბრაზებულები ვართ და მოდი კიდე ეს ქვეყანა დავსაჯოთ. ეს არ არის დემოკრატია. და ეს არ არის ის, რაც დღეს საქართველოს უკეთესი საქართველოსკენ ან ევროკავშირისკენ მიიყვანს. პირიქით, აი ეს სიმტკიცე, რასაც ქართველი ხალხი და ხელისუფლება აჩვენებს, ეს საბოლოო ჯამში იქნება ის, რომ მართლა საქართველოს ღირსეული ადგილი ექნება მათ შორის ევროკავშირში. ახალი არჩევნების გარდა ასევე დემონსტრანტების მოთხოვნა არის დაკავებულების გათავისუფლება და იმ სამართალდამცავების პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც იძალდეს აქციის მონაწილეებზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე. მუდმივი პრეტენზია არის თქვენ იმის სამართლით, რომ გავიდადროთ, თუმცა არც ერთი მათგანი ჯერ არ არის პასუხისგებაში მიცემული. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ეტაპზე არის ძიება? პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ საერთოდ ერთი რამე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ორმაგი და ათმაგი სტანდარტი აარეგების ევროკავშირს. იმიტომ იმ ევრო ლიდერების განცხადებებიც ალბათ საინტერესო იქნება, რომ თვალი გადავავლოთ, როგორ აფასებენ ისინი საკუთარ ქვეყნებში აქციების წარმართვას. მაგალითად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, ხო, რომელიც ამბობს, რომ გზების გადაკეთვა გამომდინარე მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტიდან არ ემსახურება გამოხატვის და პროტესტის, ასე თქვათ, მიზნებს და ეს სხვა ადამიანების და საზოგადოების ცხოვრების შეფარხებას იწვევს. აღარ ჩამოვყვები უამრავ სხვა განაცხადს ამასთან დაკავშირებით. აღარ ჩამოვყვები იმ პრაქტიკას, მე ეს როგორც კარგი პრაქტიკა კი არ მომყავს, როგორც რეალობა. ვთქვათ, რაც საფრანგეთში მოხდა. მარტო ამ ყვითელი ჟილეტების გამოსვლების დროს 11 ადამიანი მოკვდა. 200-ზე მეტმა ადამიანმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო, ანუ რომ დასახიჩდნენ საბოლოო ჯამში. 10,000-ობით ადამიანი დააკავეს და 1000-ობით ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული. ახლა რაზეა ხო საუბარი? ამერიკის მაგალითს აღარ მოგიყვებით, სადაც 600-ზე მეტ ადამიანს 20 წლიანი ციხე აქვს მისჯილი კაპიტოლიუმთან შეკრებისა და შტურმის გამო. ხო? ამიტომ ეს რეალობას ხალხი ხედავს და საზოგადოება ხედავს. ამიტომ როცა ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან პროტესტანტებს ყავთ მარბიელი რაზმები, რომელთა ამოცანა არის სწორედ აი ესეთი კონფლიქტების გამოწვევა, რომელთა ამოცანა არის ესკალაცია, ხელისუფლების ხელში ესეთი წესით ჩაგდება, ცეცხლის გახსნა, პარლამენტის შენობის გადაწვა. რა თქმა უნდა, იქ პოლიცია იყენებს ძალას. და ეს არის ჩვეულებრივი კანონით გათვალისწინებული მათ შორის. ეხლა რა შეეხება? აი დაკავებების შემდეგ ჩვენ ნახეთ მძიმე კადრები, დიახ. ფიზიკური ძალადობის კადრები, დიახ, უბრალოდ აი ამ პასუხისმგებლობის ნაწილზე მინდა კითხოთ სამართალდამცავების მხრიდან, დიახ. გისმენთ? დავამთავრებ თუ შეიძლება რა, მაგას მაკეთკენ მივდივარ რა. ამიტომ პასუხი უნდა აგოს იმანაც, ვინც ასეთ ძალადობას, ასე თქვა, ახორციელებს და ეხლა ეს პოლიტიკოსები რომ ამბობენ ჩვენ აქ არაფერ შუაში არა ვართო, ეს ხალხი თავისით აკეთებს, ხო? ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამათ პასუხისგებლობაზე, რომ თანახმანი არიან ადამიანებიც კი გაწირონ, ოღონდ კი რამეს მიაღწიონ და თან პასუხისგებლობა არ აიღონ თავის თავზე, ეს ერთი. და მეორე, რა თქმა უნდა, როცა არის სამართალდამცავისაგან გადაცნობა და დარღვევა კანონისა, იმაზე გამოძიებაც არის და შესაბამისი პასუხი
პასუხისმგებლობას დადგება, აუცილებლად დადგება. აქ ერთი რამეს მინდა მე კიდე ერთხელ ხაზი გაუსვა. ვის უნდა პასუხისმგებლობის დადგომა იმ მიზნით, რომ სამართალ დარღვევა აღარ განმეორდეს ან შემცირდეს მაქსიმალურად და აი ოპოზიციას ვისაც ეს ამიტომ კი არ უნდა იმიტომ რომ ჩამოშალოს ქვეყანაში სამართალ დამცავი სტრუქტურები. აქ განსხვავება სხვა არის. კონკრეტულ დანაშაულზე, კონკრეტულ გადაცდომაზე შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება, მაგრამ არ მოხდება ისე, რომ მათი მიზანი შესრულდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და სამართალდამცავი ორგანოები ჩამოიშალო. აი ეს არის ის რეალობა, რომელსაც ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს და დასასრულს მინდა ერთი რამე ვთქვა. ახალმა საგარეო უმაღლესმა წარმომადგენელმა ეხა პრესკონფერენციაზე განაცხადა ესეთი რამ, რომ საქართველოში არ არის მედია პლურალიზმი. აი ხო გესმით მისი აღქმა საქართველოსი. ანუ მას ან ფაქტობრივი მოცემულობაზე წარმოდგენა არა აქვს, რას ხდება საქართველოში მედია მიმართულებით. ერთი მითხრას მის ქვეყანაში ოპოზიციური ტელევიზია თუ არსებობს, საიდანაც ის არის. ხო? აი ეს ერთი მითხრას როგორი არის ევროპაში საერთოდ ოპოზიციური ტელევიზიის არსებობის ფაქტი. იქ შეიძლება იყოს გარკვეული გემოვნების მქონე, ოპოზიციური ან პოზიციური გემოვნების მქონე ტელევიზია, ან რამე აქცენტები გააჩნდეს და არა ის, რაც საქართველოში ხდება, არა ის, რაც საზოგადოებრივი არხის გარშემო, მაუწყებლის გარშემო ხდება, როდესაც პირდაპირი ტერორი არის, პირდაპირი შემოჭრა არის, პირდაპირი ბულინგი არის. იქ საკუთარ ტელევიზიებში დაერიან ერთმანეთს, იციან რომ მძიმე მდგომარეობა აქვს და ეხლა უნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდება. ეს თუ იცის ქალბატონმა კალასმა და კიდევ ერთი მას პრესკონფერენციის დროს წამოწდა ესეთი სიტყვა რომ სირიიზაცია არ მოხდეს საქართველოსიო. ანუ გესმით ადამიანს სადა აქვს საერთოდ თავისი პოლიტიკური აზროვნების ველი გაშლილი ან შეზღუდული აბსოლუტურად. აქედან გამომდინარე არის სწორედ ის რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს დღეს საქართველოში კონსტიტუციასაც, მედიის თავისუფლებასაც, გამოხატვის თავისუფლებასაც და არ აძლევს ესეთ ასე ვთქვათ განცხადებების გამკეთებლებს იმის საშუალებას, რომ საქართველოში დატრიალდეს მეიდანი, ტრაგედია, უკრაინიზაცია და თუნებოდ სირიზაცია. გმადლობთ. ეს არის სწორედ ის, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში და ვერ მოხდება ვერც ერთ შემთხვევაში. დიდი მადლობა ირაკლი ქადაგიშვილი, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში.